1 იანვრიდან საქონლის ხორცისა და ხორც პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორცის და ხორც პროდუქტების ეტიკეტებზე დატანილი უნდა იყოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, შემცველობა და დამზადების ადგილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად იცავენ ახალ ტექნიკურ რეგლამენტს ბათუმის ბაზრობებსა და სუპერმარკეტებში. ამ კითხვაზე პასუხს თამარ კიკნაძის სიუჟეტიდან გავიგებთ. უკვე 10 დღეა ხორცისა და ხორც პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა სავალდებულო ეტიკეტირების წესი დაცული ბევრგან ჯერ კიდევ არ არის. აგრარული ბაზარი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტია, სადაც სავალდებულო ეტიკეტებს გასაღებ პროდუქტზე ვერ ნახავთ. მოვაჭრების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი დახლები თავისთავად ბრენდია და ეს სრულებით საკმარისია. თელმა ქალაქმაიც. აგერ დაქვეული კიბეა, აგერ მეორე სართულზე ასასვლელი. იმასთან პირველი მეტალოპლასტმასის სექცია ესა დროხა იყიდება და აგერ მეორე გვერდზე არის მეორე პლასტმასის სექცია. იყიდება სუპერი ღორი. თუ მყიდველი ხორცის წარმომავლობით, წარმოების ვადით, დამზადების ადგილით ან სხვა ინფორმაციით დაინტერესდება, მოვაჭრეების თქმით ბაზრის საწყობის გამგეს უნდა მიმართონ. რომ ვარგისიანია თუ არა, სად უნდა გაიგო, სად უნდა გაიგო. საწყობის გამგე არის. ვაჟა სოლომონიძე და გეტყვით ის. თქვენ არ გაქვთ გასაყიდ პროდუქციის ინფორმაცია, ტექნიკური რეგლამენტი ამას იშოვებს. ყველაფერი გვაქვს, ხალბატონ. ამ წუთზე უკვე ჯერ არაა მეთქი ეს ქვევლები და არა, ამ კვირიდან უნდა დაიწყოს ესე იგი ყველაფერი. 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. 1 იანვრიდან ჩვენ ცოტა უკან ვართ რა. უფროსობამ გაგვაფრთხილა ამაზე. და ახლა უნდა შემოვიღოთ ქვევლები, უნდა ვიყიდოთ ქვევლები ყველაფერი. ზროხის ბირგი ყურის ნომერი, ყველაფერი რა. ოტიდო უნდა შეიწეროს. აღმოჩნდა, რომ 10 დღის წინ ძალაში შესული რეგულაციის აგრარულ ბაზარში ამოქმედებას ხელი სპეციალური ფირნიშების არ ქონამ შეუშალა. დაფის შეძენა, რომელზეც პროდუქტის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს, მხოლოდ დღეს შეძლეს. ფიქრობენ, რომ დანაწევრებულ ხორცზე ერთი საერთო ფირნიში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და თითოეულ დაფასოებაზე ახალი ეტიკეტი საჭირო არ უნდა იყოს. დღეს მოვიტანეთ სპეციალური დაფები, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეს ექნება წინ დადებული დაფა და იქ ეწერება ინფორმაცია, სად არის დაკლული, როგორ არის დაკლული, როგორ არის ჩამოტანილი და ყველა ინფორმაცია ეწერება. ჩვენ ვეძებდით მაგას. შუშისა ვნახეთ, მე ვიფიქრეთ შუშისა გადმოვარდება, გატყდება. ვნახეთ და ბოლოს ვნახეთ პლასმასის, რომელიც არ გატყდება. დაიდება იგენ ყველა მაცივარზე. ტექნიკური რეგლამენტი ვერც ქათმების სექციაში ვიპოვეთ, აქ პროდუქტს მხოლოდ ბეჭედი აქვს, თანაც ისეთი, რომ არ იკითხება. როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა და უვნებელი ქათამი ხრიკებს თავად მოვაჭრეები გვასწავლიან. თუ ამ ბეჭედს ვერ ენდობით, მაშინ მცირე ოპერაციის ჩატარება უნდა მოითხოვოთ. ექიმი მოდის თავად, დილით ლაბორატორია, ამოწმებს, ბეჭედს არ ტყამს და ვიზუალურად უნდა ხტებოდე, რომ ეს არის კარგი. თუ ვერ წმუნდები, ამიტომ უნდა გააჭრევინო და შიღვიძლი უნდა ნახოთ, რომ ღვიძლი არის ჯანსაღი, იყურება კარგად და სარკესავით ბრძინვალებს, ის უკვე ახალია. წაკითხით ვერ ნახავ. მართლაც ვერა. ერთადერთი რომ ჩვენ ვღებულობთ და გვაქვს რვეული მიღების და გაცემის თანხებისა, წონით რასაც ვღებულობთ და რიცხვით წერთ და ეგე. მდგომარეობა ანალოგიურია სუპერმარკეტებშიც. საჯაროდ ვერ საუბრობენ, თუმცა აღიარებენ, რომ მოთხოვნების სისრულეში მოყვანა ჯერ ვერ შეძლეს. სიახლისთვის მზად არც საზოგადოებაა და როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მსგავსი დოკუმენტების არსებობას ყურადღებას არ აქცევენ. სწორი ხართ, უნდა მოიკითხო, სადაურია, რანაირია ყველაფერი, მაგრამ მე ისე გამოდის საქმე, რომ მირბივარ ჩქარა და რაც ხარშიც არა, რომ მე ვიკითხო. არის ისეთი გამყიდველები ან ბაზარში ან სადმე, რომ ძალიან შინაური იყოს, რომ ვცდილობ ვიყიდო მასთან ხორცი. როგორც ასეთი დოკუმენტაციას არ თხოვთ? დოკუმენტაცია ხა შინაურთან ვენდობი და არა და ისე ვერ ვენდობი ყველგან. რამდენად გაითვალისწინეს ხორცისა და ხორც პროდუქტების მწარმოებლებმა და მოვაჭრეებმა ეტიკეტირების წესი, ამოწმებს თუ არა არსებულ მდგომარეობას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, უწყებაში პირველი შედეგების გამოქვეყნებას იანვრის ბოლოსთვის გეგმავენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედებული ხორცის ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი ფორმაურის გარდა პროდუქტზე ისეთი ინფორმაციის არსებობას გულისხმობს, როგორიცაა კავშირის დადგენა ხორცსა და ცოცხალ ცხოველს შორის, დამზადების ადგილისა და დროის იდენტიფიცირება, ასევე შემცველობა და სხვა.